კიდევ აქ არის ერთი შეკითხვა ასეთი, რომ ყველა მუსლიმი შევა თუ არა 64-ში. ძალიან კარგი და ჭკვიანური შეკითხვა არის. რატო? წესით ყველა მუსლიმი 64-ში შევა. ყველა მუსლიმი 64-ში შევა. მაგრამ აქ არ უნდა გამოგჭეს მხედველობიდან ის საკითხი, რომ არსებობს ორი კატეგორია მუსლიმებისა. ერთი თვითონ საკუთარ თავს უწოდებს მუსლიმს. მე მუსლიმი ვარ ვამბობს. მაგრამ ღმერთის წინაშე მუსლიმად ითვლება თუ არა? მისი თავი მუსლიმი გონია, მაგრამ ღმერთის თვლის თუ არა იმას მუსლიმად? ვისაც ღმერთი მუსლიმად თვლის, ის ყველა ჯენნეტში შევა. მაგრამ ვისაც თავი მუსლიმანი გონია, ის ყველა ჯენნეტში ვერ შევა. რადგანაც ეს არის ალლაჰის წინაშე ყაბულობაზე საკითხი. ადამიანს არიან ხალხი, რომელსაც სახელად ქვია მუსლიმანი, დანარჩენი მუსლიმანის არაფერი არ სწვია. არ ვიცი, ალლაჰი სუბჰანაჰუ ვა თაალა შეაფასებს. ალლაჰმა უკეთესად იცის, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა არ მოუწია, რომ ვინ 64-ში შევა, ვინ ვერ შევა. ღმერთის წინაშე ვინ მუსლიმანად ითვლება, ვინ არ ითვლება, ეს შევაფასოთ. მაგრამ ცოდნა გვაქვს იმისა, ვიცით, რომ ვიღაცები ღმერთის წინაშე მუსლიმანად ჩაითვლება, ვიღაცები არ ჩაითვლება. სწორედ გონიერი ადამიანი ამით დაინტერესდება და ამის დარდი ექნება ყოველთვის, რომ ნეტავ მე ღმერთის წინაშე მუსლიმანად ვითვლები თუ არა. ამისათვის რა უნდა გააკეთოს? რა უნდა გააკეთოს და შუამავალ ალეისალათუ ვასალამის სუნნეტს უნდა მიყვეს, ყურანის ბრძანებებს უნდა მიყვეს და ეძებდეს უნდა, რომ რამე ხომ არ გამომჩა შესასრულებელი. რამეს ხომ არ ვაკეთებ ისეც, რითაც მე შუამავალ ალეისალათუ ვასალამის სიტყვას ალლაჰის ბრძანებას ვეწინააღმდეგები. მუსლიმანობა მხოლოდ სახელით არ არის. და მუსლიმანობა არც გვარის მსგავსად შთამომავლობით არის. მუსლიმის შვილი აუცილებლად მუსლიმი უნდა იყოსო, ასეთი რამე არ არსებობს. შეიძლება მუსლიმის შვილი გაურიც იყოს. ისლამი არის აღიარებით, მორჩილებით, გაცნობიერებით, იმ გზაზე მიყოლით. თუ არა, ჩემი ბაბაი მუსლიმი იყო, მეც მუსლიმანი, ამ ფერი რაღაც არ არსებობს. ისლამში ინდივიდუალურია ყველაფერი. ყველას თავისი ნამოქმედარისა მიეზღება, ყველას თავისი კეთილი საქმის ჯილდო მიეცემა, ყველას თავისი დანაშაულის საჭირი მიეცემა. არავინ არ დაჯილდოვდება იმის გამო, რომ შენ მუსლიმანი მშობლების შვილი იყავი, შენ ხოჯის შვილი იყავი. ამისთვის არავინ არ დაჯილდოვდება. შენ რა გააკეთე? იმას კითხავ. დღეს ვისაუბრეთ, რომ ალლაჰის წინაშე ყველა ადამიანის შვილები არიან. ადამიანის შვილად მოიხსენებიან ყველა. შენ ხოჯის შვილი ხარ, შენ მუფტის შვილი ხარ, შენ მორწმუნე ევლია კაცის შვილი ხარ, არა. ნუჰ ალეიჰის-სალამი შუამავალი იყო, ალლაჰის მიერ გამოგზავნილი პეიღამბერი იყო, მაგრამ მისმა შვილმა არ დაუჯერა. არ მიჰყვა და ჯაჰენემი დაიმსახურა. ამიტომ მუსლიმანობა არის გაცნობიერებით. რა უნდა გავაცნობიეროთ პირველ რიგში კელიმე შაჰადეთი. კელიმე თაუჰიდი. ეშჰადუ ან ლა ილაჰა ილლალლაჰ ვა ეშჰადუ ანნა მუჰამმადან აბდუჰუ ვა რასულუჰ. რომ მე მოწმე ვარ, რომ არ არსებობს ღვთაება თაყვანისცემის ღირსი გარდა ალლაჰისა. მხოლოდ მას მეთაყვანები, მხოლოდ მისი მორჩილი ვარ და მხოლოდ იმას ვაღიარებ ღმერთად. არამსაც, ჰალალსაც ის დამიწესებს. ძანების უფლება მხოლოდ მას აქვს. მხოლოდ მისი მეშინია, მხოლოდ მისი იმედი მაქვს. ამას ასეთნაირად ვინც გააცნობიერებს და ასევე ღმერთს კი ბატონო ვაღიარებთ, მაგრამ ამ ღმერთს რა მოსწონს, რა არ მოსწონს, ჩვენ რა დაგვავალა, რა აგვიგზალა, ეს როგორ უნდა გავიგოთ? ამის შესახებ მუჰამმად ალეიჰი სალათუ ვასალამმა
მოგვითხრო იმან მოგვიდანაწილე ყურანი, იმან გვასწავლა შერიათი ისლამი და ვეშჰადუ ანნა მუჰამმადან აბდუჰუ ვა რასულუჰ. მე მოწმე ვარ, რომ მუჰამმედი მისი მსახურია და მისი შუამავალია. მის მიერ მოტანილი ჭეშმარიტება არის და მის მიერ მოტანილის შესაბამისად ვეთაყვანები მე ჩემს გამჩენელს. ვინც ამას გააცნობიერებს, აღიარებს და გაატარებს პრაქტიკაში, ის მუსლიმანია. ისეთი ხალხი ჯენნეთში შევლენ, ისეთი მუსლიმები. შეიძლება რაღაც პატარ-პატარა შეცდომები, დანაშაულები, გადაცდომები გქონდეთ, ამის შესახებ თეობებს გააკეთებენ ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა აპატიებს. კეთილი სამადლო საქმებით ალლაჰს რომ გაუხარდება, ისეთი საქმებით დაკავდებიან, ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა აპატიებს. შუამავალი ალეისალათუ ვასალამის სუნნეთის შესაბამისად იცხოვრებს შუამავალი იმ ქვეყნად შეფაათობას გულწევს, ამის ხათრით ეპატიება. ან კიდევ სხვა მრავალი მიზეზი აქვს ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას გაჩენილი, რომ ჩვენ ამ შეცდომებისგან, ამ არასწორი საქციელებისგან გავთავისუფლდეთ. ესენი გამოვისყიდოთ ან ჩამოვირეცხოთ, ჩამოვიბანოთ. მას შემდეგ, როცა ჩვენ ალლაჰის წინაშე მუსლიმანად ვაღიარებით. და თუ კიდევ ადამიანს იმდენი ცოდვები აღმოაჩნდა, რომ ამ ჩამოთვლილებისგან და კიდევ რომ ვერ ჩამოუთვალე იმათგან არც ერთმა არ ეყო მისი ცოდვების გაწმენდას, შეიძლება ჯოჯოხეთით მოუწიოს, ხანმოკლე, დროებით, მაგრამ მისთვის მარადიული ჯოჯოხეთი არ იქნება. ბოლოს მაინც ჯენნეთში გადაინაცვლებს და იქ დაიმკვიდრებს მარადიულ სამყოფელს. მორწმუნეების მუსლიმთა ხვედრი ასეთი იქნება. ამიტომ ყველა ჩვენგანის ძალისხმევა უნდა იყოს და ორიენტაცია იმაზე აგებული, რომ ალლაჰის წინაშე შევფასდეთ მუსლიმანად. საკუთარი თავის მუსლიმანად ჩათვლა ადვილია. ალლაჰის ამაში დარწმუნება არის საქმე. რომ ჩვენ ნამდვილად მუსლიმები ვართ, ნამდვილად მორჩილები ვართ. მისი. უზენაესმა ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ ყველა ჩვენგანი გვიყაბულოს მის სახურთან შორის.